მოგესალმებით ბატონო ვენდვანო, რა მდგომარეობაში ვართ დღეს ქვეყანაში ვირუსების თვალსაზრისით, დავათავრეთ თუ არა ეს გრიპის სეზონი და რა ეტაპზე ვართ ახლა მდგომარეობა როგორი გვაქვს? როცა საუბრობთ გრიპის სეზონის დამთავრებაზე, პირველ რიგში შეთხოვნა მხედველობაში გვაქვს ის სტატისტიკა, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში გრიპის სეზონი როგორც წესი იწყება ნოემბრის თვიდან, სწორედ მაშინ ფიქსირდება გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები და გრძელდება მარტი-აპრილის ბოლომდე. ესე იყო პანდემიამდე პერიოდი და სწორედ ეს თვეები განიხილება როგორც გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. თუმცა პანდემიის შემდეგ გარკვეულად შეიცვალა ეს პიკი, შეიცვალა ასევე გრიპის ხანგრძლივობაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით მაისის თვეშიც, ანუ ეხლა, როდესაც ამინდი მკვეთრად გაუმჯობესებულია, მოლოდინი იმისა, რომ გრიპის ვირუსი მაისში უნდა იყოს ნაკლები ჰქონდა, თუმცა თუ ამ სტატისტიკას დავეხმობით და ასევე გავითვალისწინებთ ბოლო წლების მონაცემებს, წლევანდელი მაისი მაინც ცოტათი უჩვეულოა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც ჩვენ პანდემიამდე წლებში ვაფიქსირებდით მაისში უკვე ერთეულ შემთხვევებს გრიპის, ან საერთოდ მაისში გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდებოდა. ის ბოლო მონაცემები მე-19 კვირა, კალენდარული წლის მე-19 კვირა, რასაც გვადობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუთითებს, რომ 23%-ია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. ეს ეხება გრიპის მაგვარ დაავადებებს, ეს არის ის ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც ძირითადად იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ერთი განსხვავება რაც არის წინა კვირეებთან შედარებით, ეს 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით და B ტიპის ვირუსის დომინანტობა, რაც აღინიშნა იანვრის მეორე ნახევრიდან აღარ ფიქსირდება, არც ერთი შემთხვევა B გრიპის ვირუსის მე-19 კვირას არ დაფიქსირებულა. თუ მეორე მხარე სტატისტიკის მეორე ჯგუფს განვიხილავთ, ეს არის ის ჯგუფი, სადაც როგორც მძიმე მიმდინარეობის რესპირაციული ინფექციები, რომლებიც ძირითადად საავადმყოფოში ხვდებიან, არის მოთავსებული, აი ამ ჯგუფში გრიპის შემთხვევები უკვე აღარ ფიქსირდება. ძალიან კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმედ მიმდინარე გრიპი, რომელსაც ჭირდება ჰოსპიტალიზაცია, გრიპი, რომელსაც ჭირდება საავადმყოფოში დაყუნება და გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, მე-19 კვირას უკვე აღარ ყოფილა და ის ჩანაცვლებულია მთლიანად რესპირაციული სინციტიული ვირუსით. სწორედ ეს ვირუსი ახლა კლინიკებში დომინანტური და ეს არის ვირუსი, რომლის შესახებ ჩვენ ხშირად საუბრობდით, ვირუსი, რომელიც განაპირობებს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში წვრილი ბრონქების, ბრონქიოლების ანთებას, ბრონქიოლიტი ესე ქვია დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს შედევითი ხასიათის ხველით, გახშირებული სუნთქვით, მსტვინავი ხასიათის სუნთქვით, რომელსაც ახლავს ძალიან ხშირად სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობა და ასაკობრივ ჯგუფსაც კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, ძირითადად 2 წლამდე ასაკში ფიქსირდება და ესეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ამიტომ ეხლა ის ბავშვები, რომლებიც არიან ძირითადად ჰოსპიტალიზებული, სწორედ ამ ვირუსით არიან ინფიცირებული და ესევე ამ ვირუსს ახასიათებს კიდევ მეორე თავისებურება 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, ანუ გარკვეულწილად აქ აქცენტი კეთდება სასუნთქ სისტემის დაზიანებაზე და არა თქვათ მაღალი ტემპერატურით მიმდინარე პროცესებზე, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, სახსრების ტკივილით, რაც გრიპს ახასიათებს. აქ ძირითადად აქცენტი კეთდება სწორედ რესპირაციული სისტემის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირის მონაცემებით გრიპის შემთხვევები სტაციონარებში, ანუ ეს არის ის ჯგუფი დაავადებები, სადაც მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი ფიქსირდება, აღარ აღინიშნება. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვაქვს, რომ მომდენო კვირების მანძილზე კიდევ უფრო შემცირდება გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი და ალბათ ასევე გავიმეორებ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც გვადობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრიპის ვირუსი საქართველოში არ უნდა ფიქსირდებოდეს, თუმცა რთულია ამ პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან ჯერჯერობით მაინც კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა კიდევ იგრძნობა და ამიტომ შესაძლებელია
ცოტათი გახანგრძლივება გრიპის სეზონისა და გრიპის შემთხვევების, თუმცა რა თქმა უნდა, მკვეთრად შემცირებული შემთხვევების დაფიქსირება. ბატონო, თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ და ეხაც დაამატეთ, რომ გრიპის ვირუსი არის გახანგრძლივებული. ამას რა არის ამის ხელშემწყობი მიზეზი? რატომ მაისის ბოლომდე გვაქვს ისევ გრიპის შემთხვევები? თუ გავითვალისწინებთ პანდემიის ზეგავლენას, აქ ალბათ ძირითადი აქცენტი სწორედ აი ამ ზეგავლენაზე უნდა გაკეთდეს. ეს არ ეხება მხოლოდ გრიპის ვირუსს, პანდემიამ, აი ამ ორწლიანმა მკვეთრმა იზოლაციამ და იმ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა, რომლებსაც ვატარებდით, როგორც საქართველოში, ისე ტარდებოდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, გარკვეულწილად იმოქმედა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების ეპიდემიოლოგიაზე. როდესაც ჩვენ 2020-2021 წლების განმავლობაში გვქონდა მკვეთრი შეზღუდვა მოსახლეობის გადაადგილების, მობილობის, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დადიოდა მიღბით, იყო მკვეთრად შემცირებული კონტაქტების რაოდენობა. აი ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში დომინანტური ვირუსი იყო კორონავირუსი, რომელსაც ამ თვალსაზრისით ხშირად ეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებებიც ვერ აჩერებდა, ანუ ინფექციის გადაცემა კორონავირუსის გაცილებით უფრო მარტივი იყო გრიპთან შედარებით. ამიტომ გრიპი და სხვა ტიპის ვირუსული ინფექცია პრაქტიკულად არ ყოფილა და ეს ორწლიანი ღიაობა ეს არ არის მხოლოდ ვირუსების არ დაფიქსირება, ეს არის ასევე იმუნური სისტემის ნაკლები მონაწილეობა გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავების თვალსაზრისით. ანუ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მოსახლეობის დიდ ფენას, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს შეექმნათ სიტუაცია, როდესაც გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები, სხვადასხვა ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ გამომუშავდება და მარტივ მიზეზის გამო არ იყო კონტაქტი გრიპის ვირუსთან. აი მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, მკვეთრად მოიმატა, რა თქმა უნდა, ამ კონტაქტების რაოდენობას და მოსახლეობის იმ ფენამ და ბავშვებსაც უნდა გაუსვათ ხაზი ჩვენ ქვეყანაში და მსოფლიოში იყო ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა, აი 2-3 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელსაც არაფერცეთ ვირუსთან არ ჰქონდათ კონტაქტი. მხოლოდ კორონავირუსი იყო მათ გარშემო, შესაბამისად მათი იმუნური სისტემა ტრენირებულია სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ არ იყო, შეზღუდვების მოხსნამ ავტომატურად გამოიწვია მათი ავადობის მაღალი მაჩვენებელი. კორონავირუსი დავამარცხეთ, დამთავრდა თუ ისევ გვხდება და აქტუალურია ეს? კორონავირუსის დამთავრება ალბათ ამ სიტყვას ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვიყენებთ. პანდემიის დამთავრება კი, მაგრამ ვირუსი როგორც ასეთი იქნება და მუდამ დარჩება ჩვენს გარშემო. ის მონაცემები, რომლებიც ახლა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში ფიქსირდება, მიუთითებს, რომ გამონაკლისის გარდა 2-3 კვირა იყო წლის განმავლობაში, როდესაც ლაბორატორულად არ იყო კორონავირუსი დადასტურებული, ყველა დანარჩენი პერიოდი მუდმივად არის კორონავირუსის გარკვეული ნაწილი ქვეყანაში. თუმცა ეს ძალიან მცირე პროცენტია. 2-3% როგორც ეს არის ის მაჩვენებელი, რაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევაში. ანუ კორონავირუსი გახდა და ესეც იყო პროგნოზირებული ჩვენი თანამგზავრი და მისი შემთხვევების მატება ალბათ სეზონურად უფრო მოსალოდნელია, თუმცა ის რომ კორონავირუსი საერთოდ აღარ იქნება, ამის ილუზია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს და კორონავირუსი უნდა განვიხილოთ იმ ვირუსების ჩამონათვალში, რომელსაც ჩვენ სეზონურ ვირუსებს უწოდებთ, რომელსაც რესპირაციული ინფექციებს უწოდებთ, მაგრამ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კორონავირუსი, რომელიც ახლა ფიქსირდება, არის სწორედ ბოლო მუტაცია კორონავირუსის ომიკრონის წარმომადგენელი, სხვადასხვა ქვემუტაციების სახით, ქვეტიპების სახით, ანუ ეს არის ის ტიპის კორონავირუსი, რომელიც ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. მას არ ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა, მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს კონსტიტუცია და გემოვნების დაკარგვა, არ ახასიათებს ფილტვის დაზიანება, ან ეს ადამიანები თუ არ მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, როგორც ეს სამოთხოში არ ხვდებიან. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს კორონავირუსი, აი ეს ახალი კორონავირუსი სავარაუდოდ ეხლაც ხდება ვირუსის სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს მსუბუქად და რა თქმა უნდა მისი ლაბორატორიული იდენტიფიცირების აუცილებლობა არასოდეს არ არის, თუ ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს არ მოვა თავში აზრად, რომ წავიდეს და ტესტი ჩაიტაროს. ამიტომ კორონავირუსი დარჩა, თუმცა რაოდენობრივად შემცირებული და გამოვლინების სიმძიმის მიხედვით ასევე მსუბუქი მიმდინარეობით ძირითადად. ერთსაც კითხავთ, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი გვაქვს 23%, რისკის ჯგუფი 2 წლამდე ბავშვები და 65 წლის გადაცილებული. ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც მშობლებს და ასევე ასაკობრივ. რისკის ჯგუფებს ასევე დავამატებ, მიეკუთვნება ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, დიალიზზე მქონე პირები და ასე შემდეგ, ანუ
ეს ის რისკი ჯგუფია, რომლის გაფრთხილებას ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ ოქტომბრის თვიდან, ვინაიდან ეს არის ის ჯგუფი, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის აუცილებელი. რატომ? იმიტომ რომ აი ამ რისკის ჯგუფებში არის უფრო მეტი რისკი სხვადასხვა გართულების განვითარების, ავადმყოფოში მოხვედრით, მდგომარეობის დამძიმებისა და ასე შემდეგ. ასე რომ მშობლებთან მიმართებაში ალბათ იგივეს გავემეორებთ, ახლა ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ფიქსირდება, იყავით ძალიან ფრთხილად მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადების შემთხვევაში. მაღალი ტემპერატურა 38-39 და მეტი, რესპირაციული სიმპტომების გამოვლინება ყველა იქნება, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ასევე ის რაც კონკრეტულად გრიპს ახასიათებს, ძლიერი თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, საკვებზე ვარისხმა, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია გრიპის ვირუსთან მქონდეს საქმე და განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვები უმჯობესია თავიდანვე იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც საქართველოში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გარდაცვალების გრიპის ვირუსის. გასაგებია, კარგით, მადლობთ.